რატომ უნდა დახარჯოთ როქული და ენერგია ლაბორატორიებში, როცა შეგიძლია ჯანმრთელობაზე სრულნა სახლიდან გაუსვლელად? წარმოიდგინე ერთი მარტივი მოწყობილობა, რომელიც სწრაფად და ზუსტად აანალიზებს შენს სისხლს. ერთვერადი ჩხირების მეშვეობით შეგიძლია სხვადასხვა ტესტის გაკეთება და სიღრმისეული ინფორმაციის გაგება შენი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ. ხელოვნური ინტელექტი კი გაცვლის ანალიზების პასუხებსა და რეკომენდაციებს. წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში დაზღვეული მოსახლეობის საშუალო რაოდენობა 750,000 ადამიანისგან შედგება, რაც სრული მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. აღნიშნული მოსახლეობის უმეტესობა დაახლოებით 95% აღნიშნულ პრივილეგიას თავიანთი სამსახურების მიერ შემოთავაზებული კორპორაციული პაკეტების საშუალებით იღებს. ხოლო ქვეყანაში არ არსებობს რაიმე პაკეტი, რომელიც ინდივიდუალურად თითოეულ პროდუქტის სახით შესთავაზებს ინდივიდუალურ ფიზიკურ პირებს დაზღვევის უფლებას. ეს რა თქმა უნდა. შესაბამისად, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში დაზღვეული კორპორაციული ტარიფით მოსარგებლე მოსახლეობის უმეტესობა დაახლოებით 60-დან 70%-მდე 40-დან 45 წლამდე ასაკის შუალედში მერყეობს. რითაც ჩვენ ვიღებთ ერთგვარ ასაკობრივ ჯგუფს, ჯენზისა და მილენიელებისგან დაკომპლექტებულ საზოგადოებას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ტექნოლოგიების მიმართ მეგობრულები და იზიდავთ ტექნოლოგიური ქულა. საქართველოში ჯანდაცვის სექტორს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ეს არის ანალიზის პასუხების დაგვიანება, კლინიკების გადატვირთულობა, ხოლო ჩვენი პროდუქტი, სახლის სადიაგნოსტიკო ნაკრები, ამ ყველაფერს გვერდს უვლის. შემდეგი გზით კლინიკებში მისვლა არ ჭირდებათ, ხოლო თვითონ პროდუქტი და ანალიზი სახში გიკეთდებათ. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს ადამიანებს თავიანთი ჯანმრთელობა დაარეგულირონ უფრო მეტად და დაავადებები, რომელთა პრევენცია შესაძლებელი არის, კი თავი აარეგონ. შესაბამისად კი e-commerce-ის სექტორი ძალიან ვითარდება, ხელოვნური ინტელექტიც კი ყოველდღიურად უფრო მეტად და მეტად იხვეწება, რაც მსგავსი ტიპის ანალიზს და მსგავსი ტიპის პროდუქტს უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის ადამიანებს. გაიკეთი ანალიზის კაბის დახმარებით და გახსოვდეს, ჯანმრთელობა არ არის პრივილეგია.